ღვთისმშობლის მიერ გადარჩენილი ქართული ლაშქარი. მე-13 საუკუნის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ძნელბედობით გამორჩეული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან საქართველოს მონღოლ დამპყრობთა 40,000-იანი ლაშქარი შემოესია. მონღოლთა უძლიერეს ლაშქარს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისეთმა დიდმა ქვეყნებმაც კი, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, რუსეთი და სხვა მრავალი. მთელი მსოფლიოს დაპყრობის სურვილით შეპყრობილი მონღოლების წინააღმდეგ პატარა საქართველო ვერაფერს გახდა. ჩვენს ქვეყანას სათავეში მონღოლის არდლები, ანუ ნოინები ჩაუდგნენ, რომლებმაც დაბეგრეს ადგილობრივი მოსახლეობა. მეტიც, საქართველო დაავალდებულეს, რომ მათ მიერ წამოწყებულ დაპყრობით ლაშქრობებში ქართული ჯარის საუკეთესო ნაწილს უნდა მიეღო მონაწილეობა. ამ მოთხოვნას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ბუნებრივია პირველ რიგში მათ უნდოდათ ტერიტორიების დასაპყრობად კარგად გაწვრთნილი და შეუპოვარი ქართველი ჯარისკაცები გამოეყენებინათ და ამავდროულად თავსაც იზღვევდნენ, რადგან შიში ჰქონდათ, როცა თავად დაპყრობით ომებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ქართველებს მათი არ ყოფნით არისარგებლად, ციხესიმაგრეები ხელში არ ჩაეგდოთ და ადგილობრივი მოსახლეობა არ აეჯანყებინათ მათ წინააღმდეგ. როცა მონღოლებმა მცირე აზიის სამხრეთ მდებარე მთაგორიანი ქვეყნის ალმუთის დაპყრობა განიზრახეს, თან ქართული ჯარიც გაიყოლეს, რომელსაც თავისი მეთაური ჰყავდა. ალმუთის მცხოვრებლები განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდნენ, რომელთა დამორჩილებაც ძალიან გაჭირდა, რადგან ცალ-ცალკე რაზმებად იყოფოდნენ და სხვადასხვა ადგილას ჩასაფრებულები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს მტერს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, 7 წლის განმავლობაში მათი დამორჩილება ვერ მოხერხდა. მონღოლთა თარეშით თავმობეზრებულ ალმუთელებს ასეთი ხრიკი მოუფიქრებიათ. ხედავდნენ რა, რომ ქართველებსა და მონღოლებს შორის სიძულვილი სუფევდა, გადაწყვიტეს მიპარვით მკვლელობებში დახელოვნებული კაცი შეეგზავნათ მონღოლთა კარავში, ერთ-ერთი ნოინი მოეკლათ და ყველაფერი ქართველებისთვის გადაებრალებინათ. ეგონათ თუ კი მონღოლები ქართველებს დაადანაშაულებდნენ ნოინის მკვლელობაში, მათ შორის ბრძოლა ატყდებოდა, რაც საბოლოოდ ჯარის დასუსტებას გამოიწვევდა. ალმუთელებიც დროს იხელთებდნენ და შეძლებდნენ მტრის განდევნას მათი ქვეყნიდან. ასეც მოქცეულან და როდესაც მთავარ ნოინს ჩაღატარს თავის კარავში ეძინა, მკვლელი მალულად შეპარულა და ხანჯლით მოუკლავს მძინარე ნოინი, შემდეგ კი შეუმჩნევლად გაპარულა კარვიდან და ბნელი ღამისთვის შეუფარებია თავი. თავარი ნოინის გარდაცვალებით განრისხებულ მონღოლებს ყველაფერი ქართველებისთვის დაუბრალებიათ და მათი ერთიანად ამოწყვეტა განუზრახავთ. მხოლოდ ერთ-ერთ მონღოლ ნოინს არ სჯეროდა, რომ მკვლელობა ქართველების ჩადენილი იყო და სხვებსაც არწმუნებდა, ქართველებს არ სჩვევიათ ასე მზაკვრულად კაცის მოკვლავა. საგონებელში ჩავარდნილა ქართველთა ლაშქარი. ვერ ხვდებოდნენ რა მოემოქმედათ. დაღუპვა გარდაუვალი იყო, რადგან მონღოლებთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო მათი ჯარი. საბოლოოდ მეომრებს ერთხმად გადაუწყვეტიათ, უთანასწორო ბრძოლაში შეკვდომოდნენ მტერს. მაგრამ მათ ამ გაზრახვაზე ხელი ლაშქრის მეთაურმა, ქართლის ერისთავმა, გრიგოლ სურამელმა ააღებინა. მას სიტყვით მიუმართავს ჯარისკაცებისთვის და შიში გამოუთქვამს, რომ მათ საქციელს მონღოლთა მხრიდან საქართველოს შურისძიება მოჰყვებოდა და მოუწოდებია დახმარებისთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის მიემართათ, რომელსაც არაერთხელ დაუფარავს ასეთი განსაცდელი ჟამს საქართველო. ლაშქარმა დაიჩოქა და გულმხურვალი წარმოთქვა ღვთისმშობლის ლოცვა. მოწყალების საკარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება საუკუნეთა ქრისტიანეთასა. ამინ.
მეომრებს ლოცვა არც კი ჰქონდათ დამთავრებული, როცა ხშირი ლერწმოვანი ტყიდან, რომელიც კარვების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა, უცნაური კაცი გამოვარდნილა, რომელსაც ხელში სისხლში ამოვლებული ხანჯალი ისჭერია და სპარსულ ენაზე ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა თურმე მე მოვკარი ჩაღატარი. შემდეგ კი ისევ ტყეში შევარდნილა. დიდხანს ეძებეს მკვლელი მონღოლებმა, მაგრამ ვერაფრით მიაგნეს. შემდეგ მთელი ლერწმოვნისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ, ყვამლისგან შეწუხებული მკვლელი გამოვარდნილა, რომელიც მაშინვე შეუპყრიათ. გაუცებულმა ნოინებმა მას ერთადერთი შეკითხვა დაუსვეს: შენ ხომ უკვე გაქცეული იყავი, ვერასდროს ვერავინ გაიგებდა, რომ შენ მოჰყავი ჩვენი ნოინი, რატომ გამოხვედი და აღიარე შენი დანაშაული, რატომ ჩაიგდე საკუთარი სიცოცხლის საფრთხეშიო? რაზეც მკვლელს უპასუხია: ლერწმოვანში ვიმალებოდი, როცა ერთი მშვენიერი ქალი გამომეცხადა, რომელმაც მითხრა, რატომ ჩაიდინე ეს, შენს გამო უამრავი დანაშაულო ადამიანი დაისჯება სიკვდილით. შეშინებულმა ვუპასუხე, როგორ მოვიქცე დედოფალო, მან კი მითხრა, მიდი იმ ადგილას, სადაც ჯარია დაბანაკებული და ხმამაღლა აღიარე შენი დანაშაული. როგორც კი მკვლელობა ვაღიარე, ქალი უკვალოდ გაქრა. მონღოლები ყველაფერს მიმხვდარან და ცილის წამების გამო ქართველებისთვის ბოდიში მოუხდიათ. ასე გადაარჩინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქართული ჯარი უეჭველ განადგურებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო, ყოველთვის დაიცავე ქართული ჯარი და საქართველო.